მოგესალმებით, მადლობა შეკითხვისთვის და მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ამ აზრის გაჟღერებისთვის. Რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, მსგავსი გამოწვევები, დილემა. მე მგონი ქართველებს ზოგადად გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის ფესვები და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარიცრებლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სხვა შორის სიმბოლური არის, რომ თვითონ სიტყვა სამშობლოც სხვა არც ერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა. რაც ყოველ შემთხვევაში ინგლისურად, ფრანგულად, არ მოძდევს იგივენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა სამშობლოში ჩანს, ეს პირდაპირი კავშირი სიტყვა მშობელთან. კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად, დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. მაგრამ მაგალითად დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური კუთხით, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს, ეცდება რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე რომ მივახწევთ იმას, რომ საქართველოს იყოს ძალიან კაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით არ არსებობდეს ის მომენტი, ის წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ აღწერეთ და ახსენით. რა თქმა უნდა, დროს სჭირდება ბევრ რამეს, დროს სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტალური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადად თუ რამე შემიძლია, რომ თქვენ იდეებთან, პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ ყველა კარგი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ. მადლობა დიდი.